მსოფლიოს მეხუთე უდიდესი კომპანია Amazon-ი OpenAI-ში 10 მილიარდის ინვესტირებისთვის ემზადება. ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებები ჯეფ ბეზოსისა და სემ ოლტმანის გუნდებს შორის და საერთო მიზანი ამ ინიციატივის არის ის, რომ Amazon-ი ამ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპში ასე რომ ვთქვათ, შევიდეს იმდენად, რომ თავისი პოზიციები მაქსიმალურად გაიმღაროს და ეს თავის მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ OpenAI ისევაც რჩება პერსპექტიულ მოთამაშედ ბაზარზე და ის ბოლო პერიოდის მოცემულობა, რაც დაატყდა მარტივად რომ ვთქვათ, თავს სემ ოლტმენს და მის გუნდს, რეალურად უფრო გაზვიადებულია, ვიდრე ამ მოცემულობას შეგვიძლია ვუწოდოთ პრობლემული. მარტივად რომ ვთქვათ, Amazon-ის გათვლა აქ არის ის, რომ დაინვესტიროს 10 მილიარდი და ამ გადაწყვეტილებით მოიზიდოს თავის მხარეს OpenAI და ის ფაქტობრივად გარკვეულწილად გამოიყვანოს კიდევაც NVIDIA-ს კონტროლისაგან. რას გულისხმობთ ამაში? დღეს OpenAI-ის თითქმის ყველა ხელოვნური ინტელექტის მიმართულება არის მთლიანად დამოკიდებული NVIDIA-ს ჩიპებზე და Amazon-ს აქვს სურვილი, რომ თავის ჩიპებზე, ამ შემთხვევაში საუბარია Trainium-ის ჩიპებზე გადაიყვანოს გარკვეულწილად, რაც ცხადია რომ არ მოხდება სრულად და OpenAI სრულად არ გამოეთიშება NVIDIA-ს, თან ცოტა ხნის წინ ჩვენ გავიგეთ ის ინფორმაციაც, რომ უდიდესი შეთანხმება დაიდო Microsoft, NVIDIA-სა და OpenAI-ის შორის, შესაბამისად ახლა ერთბაშად გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს OpenAI-ის NVIDIA-ზე დამოკიდებულებაზე, თუმცა Amazon შემოიყვანს პროცესში მნიშვნელოვანი და დიდი ალბათობით კონკრეტულ პროდუქტებშიც და კონკრეტული მიმართულებითაც Amazon-ისთვის შემოვა ChatGPT და OpenAI-ის სხვა პროდუქტები. მოკლედ ეს არის საინტერესო გარიგება და აქ არის მნიშვნელოვანი რა გადაწყვეტილებას მიიღებს და დაუჭერს თუ არა ამ ინიციატივას მხარს Microsoft-ი, კომპანია, რომელიც 27%-ს უკვე ფლობს ამ სტარტაპის და შესაბამისად მისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ Amazon-ი ისე შევიდეს ამ შემთხვევაში OpenAI-სთან ურთიერთობაში, რომ ამან არ დააზიანოს Microsoft-ის ინტერესები. ცხადია, აქ თავისი წვლილიც უნდა შეიტანოს და ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის რას გადაწყვეტს სემ ოლტმენი და მისი გუნდი, თუმცა ის რომ Amazon-ი და ჯეფ ბეზოსი, როგორც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი OpenAI-ით ისევ ინტერესდება, ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიას, ამ სტარტაპს ძალიან დიდი მომავალი აქვს და უახლოეს მომავალში სერიოზულ გარიგებასაც დადებენ.